დილამშვიდობის მოგესალმებით კიდევ ერთხელ კომერსანტის დილა ეთერში და ჩვენი ტრადიციული ყოველკვირეული რუბრიკა კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა. დღეს ამ რუბრიკის ფარგლებში ჩვენ უნდა ვისაუბროთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე და აქვე გეტყვით რომ კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების სააგენტომ სახელმწიფო შესყიდვების ბაზარზე მიღებული გადაწყვეტილების ზეგავლენის შეფასების ანგარიში მოამზადა. სწორედ აი ამ ანგარიშზე ვისაუბრებთ და ზოგადად აი ესეთი ასე ვთქვათ მონიტორინგის და შეფასების მნიშვნელობაზე ერთი კონკრეტული საკითხიდან გამომდინარე ჩვენი სტუმარი გახლავთ სლავა ფეტელავა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ეკონომიკური კონკურენციის დეპარტამენტის უფროსი. პირველ რიგში მოგესალმებით ბატონ სლავა და მადლობა მობრძანებისთვის და მე როგორც აღვნიშნე კონკურენციის სააგენტოს კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების სააგენტოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ არის სწორედ ეს შესაბამის ბაზრებზე მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ უკვე აი ამ შედეგების მონიტორინგი და შეფასების ანალიზი. მოდით აი ამ კონკრეტულ შემთხვევაზე გითხარით, რომელიც ეხება სახელმწიფო შესყიდვებს. ხომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმართულებაა და ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამ პროცესში და სახელმწიფო შესყიდვების პროცესში სრულად იყოს დაცული როგორც კონკურენციის ნაწილი ისე სხვა თქვათ დეტალები. თქვენ გითხარით და განგვიმარტეთ უფრო კონკრეტულად რას ეხება აი ეს შეფასების ანგარიში, რომელიც მოამზადა სააგენტომ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს აუდიტორიას და მინდა ვისარგებლო შემთხვევით პირველში და მადლობა მოგახსენოთ მოწვევისათვის და იმ შესაძლებლობისთვის, რომელსაც თქვენ ამ ესე იგი შეხვედრის პარლებში ჩვენ გვეძლევათ ჩვენ კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თანამშრომლებს, რომ ფართო საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია უფრო ფართო სახით, სრულყოფილი სახით კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ გაწეული პრაქტიკული საქმიანობის შედეგებთან დაკავშირებით, რაც ესე იგი ძალიან აქტუალური და ძალიან საშუალო საქმეა და ამდენად ამ საქმისთვის მადლობას გიხდით თქვენს გუნდს და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოწვევისათვის. რაც შეეხება უშუალოდ თქვენს შეკითხვას ნამდვილად სწორი ბრძანდებით კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ესე იგი მიღებული გადაწყვეტილებების გაცემული რეკომენდაციების მონიტორინგი. ანუ ესე იგი სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ესე იგი შედეგად შესაბამის ბაზრებზე კონკურენტული გარემოს ზეგავლენის შეფასების ესე იგი მონიტორინგი, რომელსაც სააგენტო ახორციელებს სისტემატურად, თუმცა ამას გარკვეული პროცედურები უძღვის წინ, იმიტომ ეს გადაწყვეტილების მიღებისგან გარკვეული დროის გასვლა ერთ მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა ყველა შემთხვევაში დროის გასვლაც არ არის საკმარისი, იმიტომ რომ სხვა ფაქტორებზეც არის დამოკიდებული და ამ საქმიანობას სააგენტო ახორციელებს კონკურენციის საქართველოს კანონის დებულების სააგენტოსი, ბაზრის საზღვრის მეთოდური მითითებებისა და უშუალოდ ზეგავლენის შეფასების ესე იგი გზამკვლევი დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც ჩვენ 2023 წელს მივიღეთ. თუმცა ჩვენ 2023 წლამდეც ჰქონდა რამოდენიმე ზეგავლენის შეფასება განხორციელებული, დღეისათვის გვაქვს სულ 4 ესე იგი მონიტორინგი განხორციელებული და ერთ-ერთი მათგანი არის სწორედ ის, რომელიც თქვენ ბრძანეთ, ესე იგი ამ 4-დან 2 ეხება შესყიდვების ბაზრებს და მათ შორის ისე ბოლო მონიტორინგი, რომელიც თქვენ ბრძანეთ, არის შესყიდვების ბაზრთან დაკავშირებით. რაც შეეხება უშუალოდ მონიტორინგის მიზანს, რა არის მონიტორინგის მიზანი? მონიტორინგის მიზანი ამ მდგომარეობს იმაში, რომ უშუალოდ კონკურენციის სააგენტომ გაარკვიოს, ესე იგი მაგას სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების, უბრალოდ სააგენტოს მიერ მიღებული ესე იგი სააგენტოს მიერ წინა პერიოდში განხორციელებული ინტერვენციის ესე იგი ეფექტურობის ანალიზი განახორციელოს, რამდენად ეფექტური იყო ის ინტერვენცია, რომელიც სააგენტომ განახორციელა რაღაც პერიოდის წინ. ეს ერთი, მეორე ამ მონიტორინგის მიზანი არის და ის, რომ ფაქტურად მან სააგენტოს უნდა დაანახოს შემდგომი ესე იგი ინტერვენციების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებები და მესამე, რაც ერთ-ერთი უნიშნელოვანი ფაქტორია, ეს არის საქმიანობის ესე იგი გამჭვირვალობა და ესე იგი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულობის საკითხი. სწორედ ამ კონტექსტში ამ მიმართულებით, ესე იგი ამ მიზნებით ვახორციელებთ ჩვენ ესე იგი მონიტორინგებს შესაბამისი ბაზრებზე, ესე იგი მიღებული გადაწყვეტილებების ზეგავლენის ნაწილში და სწორედ ერთ-ერთი ასეთი არის ბოლო მონიტორინგი, რომელიც განახორციელებთ რამოდენიმე თვის უკან და რომელიც ეხებოდა უშუალოდ სახელმწიფო შესყიდვების ბაზარს და რომელიც
გულის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ ეს იყო 50000 ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურის, ესე იგი ობიექტების ბზების სამშენებლო მსახურობის ბაზარზე, ესე იგი საზედამხედველო მსახურობის შესყიდვას ეხებოდა. და აქ ამ მიმართულებით იყო გამოცხადებული უბრალოდ საჩივარი, რომელიც კონკურენციის აგენტოს შემოვიდა, ამ საჩივრის პარალელში დასმული იყო ორი საკითხი, ორი მუნიციპალიტეტის მხრიდან გამოცხადებულ ტენდერს ეხებოდა, ერთი ეხებოდა ესე იგი მარნეულს და მეორე ეხებოდა გორის მუნიციპალიტეტებს, რომელსაც გამოცხადებულ ტენდერებში იყო სადაო პირობა ჩადებული, სადაო პირობის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ აი ამ საზედამხედველო მომსახურების შესყიდვის ნაწილში იყო ესე იგი მოთხოვნა ასეთი ჩადებული, რომ თვითონ აკრედიტაციის ცენტრში აკრედიტებულ და შესაბამის საქმიანობის განხორციელებაზე უფლებამოსილების მქონე ინსპექტორების ორგანოებს უნდა წარედგინათ ესე იგი შემსყიდველი ორგანიზაციისთვის ცნობა იმის თაობაზე, რომ მათ არ ქონდათ ესე იგი სასამართლო დავა, მიმდინარე სასამართლო დავა არ ქონდათ ესე იგი აკრედიტაციის ცენტრთან. ნუ აი ეს საკითხი მიჩნეული იქნა თავის დროზე კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მხრიდან როგორც გარკვეული შემოფერხებელი შემზღუდველი ქმედება და ამ მიზნით დაიწყო მაშინ მოკვლევა და ნუ მოკვლევის შემდგომ, როდესაც ეს ჩვენს მოკვლევას განვახორციელეთ, მოკვლევა იყო დაწყებული კონკრეტული საჩივრის საფუძველზე, საჩივარი იყო წარმოადგენილი ესე იგი საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის მხრიდან, რომელიც იყო ამ ესე იგი ბაზარზე ოპერირებადი შესაბამისი აკრედიტაციის მქონე სუბიექტი, თუმცა რომელსაც გააჩნდა შესაბამისი დავა აკრედიტაციის ცენტრთან, მაგრამ აქ მინდა ერთ რაღაცას მივაქციო ყურადღება, რომ კონკურენციის სააგენტო ვერანაირად ვერ ჩაერევა აკრედიტაციის ცენტრის საქმიანობაში და ვერ რამდენად სწორად არის შეჩერებული ესათვის აკრედიტაციის ესე იგი მოთხოვნების დაკმაყოფილება სქონდა ადგილი, არ ქონდა ადგილი და რამდენად სწორად არის შეჩერებული და არ არის შეჩერებული, ამის შეფასება სააგენტოს კომპეტენციას არ მიეკუთვნება, უბრალოდ იმდენად რამდენადაც ესე იგი იყო ასეთი მოცემულობა, როდესაც მომჩივან კომპანიას რომელსაც დავა ქონდა შესაბამისი აკრედიტაციის ცენტრთან სასამართლოს განჩინებით ქონდა ესე იგი აკრედიტაციის ვადა გაგრძელებული, ან აკრედიტაციის მოქმედება ქონდა გაგრძელებული, სანამ სასამართლო არ მიიღებდა გადაწყვეტილებას. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ფაქტიურად მომჩივან კომპანიას მართალია დავა ქონდა სასამართლოში, და დავა ეხებოდა უშუალოდ აკრედიტაციის ცენტრის მხრიდან შეჩერებულ ესე იგი აკრედიტაციის კონკრეტულ საქმიანობას აკრედიტაციის განხორციელების უფლებამოსილებებს, თუმცა სასამართლოს განჩინებით ეს ესე იგი იყო ეს ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, რომელიც ამ შეჩერებას ეხებოდა, იყო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე. აი ეს ორგანიზაცია პარალელურად ამ ფაქტის გამო აქამდე თქვენს რეკომენდაციებთან ვერ ახერხებდა აი ამ შესყიდვის პირობების დაკმაყოფილებას, ხომ სახელმწიფო? რა თქმა უნდა, როდესაც სატენდერო პირობებში ჩადებულია მოთხოვნა, ყველა ტენდერში მონაწილე სუბიექტები ვალდებული არიან ეს პირობები დააკმაყოფილონ წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ესე განაცხადი არ იქნება განხილული, იმიტომ რომ ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნას და სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ეს კომპანია, რომელსაც საჩივარი შემოიტანა კონკურენციის აგენტოში, პარალელურად ახორციელებდა შესაბამის მომსახურებებს, უწევდა სხვა სუბიექტებს მომსახურებებს, თუმცა იმ კონკრეტულ ტენდერებში მან ვერ მიიღო მონაწილეობა, რომელშიც მას ჰქონდა სურვილი მონაწილეობის და ამ პირობიდან გამომდინარე შეექმნა ბარიერი. ადმინისტრაციული ბარიერი შეექმნა. კი ბატონო, ეს მომართვა იყო 2023 წელს. ეს მომართვა იყო 2023 წლის ესე იგი ზამთარში, ჩვენ მომართვიდან გვაქვს ესე იგი ასეთი 30 სამუშაო დღე გვაქვს ჩვენ, როდესაც საჩივარი შემოდის კონკურენციის სააგენტოში, 30 სამუშაო დღეში ჩვენ ნუ ჯერ პირველ სამუშაო დღეში ვხედავთ იმის რა ქვია საჩივარი არის თუ არა შესაბამისობაში ესე იგი ფორმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს თუ არა, თუ არ აკმაყოფილებს სამ დღეში ვახარვეზებთ, თუ არა და უკვე 30 სამუშაო დღეში თუ ხარვეზები ფორმალურ სტანდარტებთან შესაბამისობაშია, მაშინ უკვე 30 სამუშაო დღეში ჩვენ ვღებულობთ გადაწყვეტილებას, უკიდურეს შემთხვევაში თუ საქმე სირთულის საქმე არის და ითხოვს უფრო მეტ დროს, მაშინ მაქსიმუმ 30 სამუშაო დღე პლუს 15 სამუშაო დღეში ჩვენ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, ან მოკვლევას ვიწყებთ, ან დასაბუთებულ უარს ვეუბნებით, ესე იგი დასაბუთებულ არგუმენტირებულ უარს ვეუბნებით მოკვლევის დაწყებაზე. ამ შემთხვევაში ჩვენ რა თქმა უნდა საჩივრის შემოსვლიდან, ნუ აქ მეათე მუხს რომელიც ეხება საჩივრები, მინდა მოგითხრათ, რომ აქ უფრო ესე იგი აქ ფაქტურად 45
სამუშაო დღეზე დასაშობადობის საკითხი არც ერთხელ არ დამდგარა, იმიტომ უფრო რომ უფრო სწრაფად ხდება, იმიტომ რომ აქ უფრო მეტად ჩანს ან არის ან არ არის ესე იგი კონკურენციის სამართალთან შეუსაბამობის საკითხები. ახლა როცა მე-6 ეხება დომინანტობის მოყენებას, როცა ეხება შეთანხმებულ ქმედებებს, იქ არის ბევრი რაღაცა ესეთი ნიუანსი, რომელიც წინასწარ არ ჩანს და ესე იგი შეუძლებელია მაგალითად ბაზარ 30 დღეში დავადგინოთ მართლა დომინანტია თუ არა რომელიღაც სუბიექტი ბაზარზე და თუ დომინანტობას ვერ დავადგენთ, ვერც მის ბოროტად გამოყენებაზე ვიმჯერებთ შემდგომ. ან აქედან გამომდინარე იქ უფრო სირთულეებია და აქ როცა მე-10 ეხება ეს საკითხი, ასევე არის მე-11 მოხლი, რომლის პარლამენტშია ჩვენ გადაწყვეტილებებს დასაშობადობის ეტაპზე უბრალოდ უფრო ადრეულ იმ 30 სამუშაო დღე მაქსიმუმ ან უფრო ნაკლებ პერიოდში ვღებულობთ. რა თქმა უნდა, იმ პროცედურების დაცვით და ჩვენ აპრილში დავიწყეთ უკვე ეს ნაკლება და დავასრულეთ ეს უკვე შესაბამისად 23 წელს დაწყებული პროცესი, ესე იგი მონიტორინგი ჩვენ დავასრულეთ და უკვე და რა რეკომენდაციები გაიცით? ანუ ეს ნაწილი ჩაიხსნა მოთხოვნის საერთოდ? რა მომენტია ესეც საკითხის შესწავლის პროცესში ჩვენ მაგალითად მარტო იმ კონკრეტულ მუნიციპალიტეტებს კი არ დავაკვირდით, არამედ შესაბამისად ჩვენ იმ ესე იგი ელექტრონული ტენდერის ფარგლებში რომელი კოდითაც ეს ელექტრონული ტენდერები ჩადარდა და ამ ელექტრონული ტენდერებით აი რომელ მომსახურებებსაც ეხებოდა ჩვენ ამ მომსახურების ფარგლებში ყველა მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული ტენდერები, ყველა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ განხორციელებული ესე იგი შესყიდვების გამოცხადებული ტენდერების შესყიდვების ბაზარს დავაკვირდით და ჩვენ დამატებით 6 მუნიციპალიტეტი კიდევ გამოავლინეთ, რომლებშიც იყო ანალოგიური ესე იგი პირობები ეს იყო მაგალითად ხაშური, კასპი, ქარელი, იყო წალკა, გარდაბანი და დმანისის მუნიციპალიტეტები, ანუ 2 მუნიციპალიტეტი საჩივრით შემოვიდა და იმის გარდა ჩვენ 6-ში კიდევ დავადგინეთ, ქონდა ადგილი მსგავს ესე იგი შემზღუდველი პირობის ჩადებას. შესაბამისად ჩვენ საბოლოოდ საკითხის შესწავლის შემდგომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამით ირკვეოდა კონკურენციის კანონმდებლობა, შესაბამისად ადგილი ქონდა ფაქტურად barriers დაწესებას ხელისუფლების შესაბამისი რგოლების მხრიდან, რომელი barriers შესაბამის ბაზარზე მოხმეთ სუბიექტებს, რომლებიც უქმნიდა არაკონკურენტულ გარემოს და აქედან გამომდინარე ჩვენ ესე იგი ვთხოვეთ დავავალდებულეთ მუნიციპალიტეტები, ამ შემთხვევაში პირველ რიგში საჩივრის მხარეები და მე ამის რომლებსაც ვთხოვეთ, რომ ესე იგი ეს იყო კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედება და მსგავსი ტენდერებში მსგავსი ჩანაწერებისგან თავი შეეკავებინათ, არ ჩაედოთ წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ იქნებოდა ისევ ესე იგი რო იტყვიან დარღვევის ფაქტები დაფიქსირებული. ანუ თქვენი რეკომენდაციების შესრულება სავალდებულოა, ჩვენ რა მომენტია იცით, როდესაც ჩვენ რეკომენდაციებს როცა გავთ, რეკომენდაცია არის ერთი მოცემული, როდესაც ჩვენ რაღაც ბაზრის გაჯანსაღების კუთხით და ეს რეკომენდაციები არის განსახილულად სავალდებულო მეწარმე სუბიექტებისთვის და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისთვის, მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევაზე, აქ უკვე არათუ იმაზე განსახილულად სავალდებულოა, არამედ თუ დარღვევაზეა საუბარი, ეს აუცილებელი და სავალდებულო გამოსასწორებელია, იმიტომ რომ თუ კანონი ირღვევა, ეს უკვე უნდა გამოსწორდეს და აღმოიფრქვას ყველა ვარიანტში, ხოლო როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ ესე იგი ისეთ რეკომენდაციებზე, რომელმაც ბაზარზე აი დამატებითი რაღაც ღონისძიებებია გასატარებელი, რომელიც კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესოს ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, ამ შემთხვევაში ეს უკვე განსახილულად სავალდებულო რეკომენდაციებია. თუმცა ამ შემთხვევაში ეს იყო სავალდებულო, იმ გაგებით რომ დარღვევა იყო დაფიქსირებული იმ 2 მუნიციპალიტეტისთვის, რომელიც საჩივრის მხარეს წარმოადგენდნენ, ეს იყო სავალდებულო, მათ ესე იგი უნდა გაეთვალისწინებინათ შემდგომ ტენდერებში და უფრო მეტიც ჩვენ მიღებული გადაწყვეტილება გადავუგზავნეთ არა მარტო იმ 8-ს, ანუ 2 მომჩივან მოპასუხე მხარეს, ესე იგი ამ შემთხვევაში მომჩივანი იყო როგორც გითხარით საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი, შეზღუდული პასუხისმგებლობა საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი და მოპასუხეები იყო მარნეული და გორის მუნიციპალიტეტები, თუმცა ჩვენ იმ 6 მუნიციპალიტეტსაც, რომელიც დამატებით აღმოვავლინეთ, იმათაც დაუგზავნეთ და მის გარდა ჩვენ ყველა მხარეში ესე იგი სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას გაუგზავნეთ გადაწყვეტილებები, ვთხოვეთ რომ დაიყვანათ ეს შესაბამისად ესე იგი მათ სამხარეო ადმინისტრაციაში შემოვალ მუნიციპალიტეტებში, რომ მსგავსი ჩანაწერები არ მომხდარიყო და ამით არ შეეზღუდათ კონკრეტულად. კი ბატონო, მოდით აი სწორედ ახლა ზეგავლენის შეფასების ნაწილზე გადავიდეთ, მოკლედ 2023 წელს თქვენ მიიღეთ ეს გადაწყვეტილებები და უკვე შარშან 2024-ში ჩაატარეთ უკვე შეფასება. რა გაჩვენათ აი ამ ზეგავლენის შეფასებამ და ამ ანგარიშმა, ანუ რა შედეგი გვაქვს? კი ბატონო, უბრალოდ მე მინდა გითხრათ, რომ ზეგავლენის შეფასების, ანუ უფრო ზუსტად კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება
გადაწყვეტილებები, რომლებიც ესე იგი რაღაც პერიოდულობით ესე იგი არის მიღებული და ქვეყნდება და საჯარო ხდება, ეს გადაწყვეტილებები მოგეხსენებათ ესე ექვემდებარება გასაჩივრებას. ანუ შესაბამისად სააგენტოს გადაწყვეტილება არ არის საბოლოო იმ გაგებით რომ მომჩივან მხარეს ან ოპასუხე მხარეს, რომელსაც არ აკმაყოფილებს მიღებული გადაწყვეტილება შეუძლია გაასაჩივროს. შესაბამისად იყო ასეთი ამ შემთხვევაში მოგახსენებთ, ესე იგი გადაწყვეტილებები, რომლებიც კანონიერ ძალაში არ არის შესული, მასთან მიმართებაში ზეგავლენის შეფასების მონიტორინგს ვერ განვახორციელებთ. ამის თქვა მინდა. აქედან გამომდინარე არის გადაწყვეტილებები, რომლებიც თქვა რამოდენიმე წლის უკან გვაქვს მიღებული, მაგრამ მათზე ზეგავლენის შეფასება ვერ განვახორციელებთ, იმიტომ რომ დღემდე მიმდინარეობს სასამართლო დავებები. ან პირველი ინსტანცია, ან მეორე, ან მესამე და აქედან რაც შეეხება ამ კონკრეტულ ესე იგი შემთხვევას, აქ არათუ სადაო გახადა სპექით მუნიციპალიტეტები მაშინათვე როცა ჩვენ შემაჯამებელ სტომას როცა ვატარებთ, ხარებს ვიბარებთ, შემაჯამებელ სტომაში ეძლევა მომჩევანს და მოპასუხე მხარეებს ჩართულობა ბისუფლება, შესაბამისად ისინი ეპაექრებიან ერთმანეთს და ჩვენ ამ პაექრობის ფარგლებში ვადგენთ საბოლოო გადაწყვეტილებას ღებულობ და იმ ჩართულობის პროცესის შემაჯამებელ სტომაზე მხარეების მიერ გამოთქმული იქნა მოსაზრება აღიარებული იქნა ის რომ ამ ესე იგი ჩანაწერს ისინი გაითვალისწინებდნენ სააგენტოს რეკომენდაციას კი არა სააგენტოს გადაწყვეტილებაში ჩადებულ ჩანაწერს და ამას ესე იგი ამოიღებდნენ და ჩვენ ფაქტიურად როგორც იმ 8 მუნიციპალიტეტიდან ასევე სხვა დანარჩენი სამხარეებში დაგზავნილი იმებიდან გამომდინარე ჩვენ შემდგომ დავინახეთ თუმცა წელიწადი უნდა გასულიყო ჩვენ ზეგავლენის შეფასების მონიტორინგში იმას რა ქვია მეთოდ გზამკვლევში გვწერია რომ მინიმუმ 1 წელი მაინც უნდა იყოს გასული რომ გადაწყვეტილება რომ შედეგები დავინახოთ ზეგავლენის ბაზარზე კონკურენტული გარემოს ზეგავლენისა და სწორედ 1 წელიწადი რომ გავიდა წელიწადი გავიდა როგორ გადაწყვეტილება რომ მივიღეთ ჩვენ გამოაქვეყნეთ საიტზე დაუგზავნეთ ხარეებს და გადაწყვეტილება ძალაში ესე იგი ერთი თვის ვადაში თუ არ გასაჩივრდა ძალაში შედის შესაბამისად ჩვენ ესე იგი როდესაც აპრილში გავაგზავნეთ ეს ყველაფერი მე უკვე გასაჩივრების ვადაც ისიც ჩაუთვალეთ რომ ძალაში შევიდა არა აპრილში როცა გავაგზავნეთ არამედ შევიდა გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ და რეალურად ივნისში დავიწყეთ ზეგავლენის შეფასებას შესაბამისი ჯგუფი შევქმნით მინიმუმ 2 კაციანი ჯგუფი იქნება ჩვენ ამ გზამკვლევის მეშვეობით და განვახორციელეთ ესე იგი შესაბამისი მონიტორინგი რომლის ფარგლებში დავინახეთ რომ ფაქტიურად არც ერთი ესე იგი ფაქტს დარღვევისას არ ქონია ადგილი თუმცა იყო ერთი პატარა გამონაკლისი შემთხვევა მაგრამ გამონაკლისი შემთხვევა იყო მაგალითად მცხეთის მუნიციპალიტეტში როცა ტენდერი იყო გამოცხადებული რომელ ტენდერშიც ფაქტიურად იყო ესეთი პირობა ჩადებული მაგრამ ეს ტენდერი შეწყდა ანუ ჩვენ როდესაც გადაწყვეტილება მივიღეთ 23-ში ესე იგი გადაწყვეტილების მიღების პერიოდს დაემთხვა იმ ტენდერის გამოცხადება რომელიც ტენდერის გამოცხადებული იყო და ფაქტიურად ის ტენდერი შეწყდა და ჩვენ დავინახეთ ის რომ ჩვენი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის პერიოდს დაემთხვა იქ განმეორებითი ტენდერის გამოცხადება რომელ განმეორებით ტენდერშიც უკვე სადავო პირობა არ იყო ჩადებული ანუ კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება რომელიც ესე იგი სავალდებულო იყო იმ მუნიციპალიტეტებისთვის და სხვა მუნიციპალიტეტებს გაეგზავნათ როგორც განსახილველი და გასათვალისწინებელი ეს მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ ჩვენი გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ იქნა გათვალისწინებული და რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს ესე იგი ჩვენ კონკურენტული გარემოს ზეგავლენის შეფასების ნაწილში უყურებთ იმას რომ ფაქტურად ამ ბაზარზე რამ სუბიექტებს რომელ სუბიექტებს შეიძლება შექმნოდათ პრობლემები იყვნენ თუ არა ბაზარზე ასეთი სუბიექტები რომლებსაც დავა ჰქონდათ მაგალითად აკრედიტაციის ცენტრთან სასამართლო დავა და ისინი ღებულობდნენ თუ არა ტენდერებში მონაწილეობას და ჩვენ ესე იგი ამ პერიოდში ამ ერთწლიან პერიოდში ძალაში შესვლის შემდგომ პერიოდში ბაზარი შევისწავლეთ ნახეთ და როდესაც მივიღეთ ინფორმაცია დავინახეთ რომ სამ სუბიექტს ჰქონდა ნუ იმ პერიოდში როცა საჩივარი შემოვიდა ჰქონდა საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფს მაგრამ მის გარდა კიდევ იმ ერთ წლის განმავლობაში ჰქონდა 2 სუბიექტს დავა სასამართლო დავა აკრედიტაციის ცენტრთან აქედან რადგანაც მონიტორინგის პერიოდში ერთ-ერთი სუბიექტი უკვე არ ფუნქციონირებდა აქედან გამომდინარე იმ ერთ სუბიექტზე დაკვირვება არ განხორციელებია რადგანაც არ ფუნქციონირებდა იმ ერთ წლიან პერიოდში და შედეგებს მისგან გამომდინარე ვერ ესე იგი დასკვნას ვერ გამოვიტანდით აი მეორე სუბიექტი
რომელიც საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფთან ერთად ფუნქციონირებდა, ტენდერებში ღებულობდა მონაწილეობას და შესაბამისად უფრო მეტიც არაერთ ტენდერში არიან გამარჯვებულები და ამით შეგვიძლია ვთქვათ ერთნიშნულად, რომ სააგენტოს გადაწყვეტილებამ კონკურენტულ გარემოს გაჯანსაღებას, კონკურენტულ გარემოს დაცვას შეუწყო ხელი და მაქსიმალურად იქნა დაცული იმ მეწარმე სუბიექტების ინტერესები, რომლებსაც ესე იგი მართალია დავაქონდათ აკრედიტაციის ცენტრთან, მაგრამ არ ქონდათ ის ესე იგი შეჩერებული, გაუქმებული, ესე იგი იმ კონკრეტულ მომსახურებებზე აკრედიტაციები. კი ბატონო, დიდი მადლობა საკმაოდ ამომწურავი განმარტებისთვის და როგორც დავინახეთ, აი ამ დღევანდელი შემთხვევიდან გამომდინარე და სააგენტოს დასკვნებიდან გამომდინარე, სწორედ ამ ნაწილში გათვალისწინებული იქნა კონკურენციის და მოხმარებლის დაცვის სააგენტოს რეკომენდაციები, მითითებები და საბოლოო ჯამში აი ამ სახელმწიფო შესყიდვების ნაწილში, რაც საზედამხედველო საქმიანობას ეხება, კონკურენციის მოთხოვნები არის დაკმაყოფილებული. ერთს დავამატებ, შეიძლება თქვენის ნებართვით, აი 4 მონიტორინგიდან, რომელიც ჩვენ გვაქვს განხორციელებული, ამ 4 მონიტორინგიდან 3 მონიტორინგი ზეგავლენის შეფასების ეხება სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებას. კი ბატონო. ანუ აქედან ესე იგი მათ შორის საბანკო გარანტიების თემაზე, რომელიც 3 ინსტანციის სასამართლოთი შევიდა ძალაში და მხოლოდ მის შემდეგ განახორციელეთ მონიტორინგი, ანუ იქ უკვე ერთწლიან პერიოდზე კი არა, უფრო მეტ პერიოდზე აღებული და შედეგები ბევრად უფრო თან ჩანს და ნათელია და პლუს არის კიდევ სამშენებლო ექსპერტიზის ნაწილში, როდესაც მხოლოდ სამხარაულის დასკვნის აუცილებლობა იყო მოთხოვნა მითითებული, ესე იგი მითითებული და შეძღული პასუხისმგებლობა ოპტიმალ გრუპის საჩივრის საფუძველზე ჩვენ მაშინას დავადგინეთ დარღვევა და ნუ მაშინ რეკომენდაციები გავეცეთ როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ამ შემთხვევაში გულისხმობ მთავრობასგან მივეცეთ რეკომენდაცია, შესყიდვების სააგენტოს და აღმასრულებელი ხელისუფლების ძალგეურ გოლებს და პლუს ამას რა თქმა უნდა, ნუ კანონში ცვლილებების ნაწილთან მიმართებაში გულისხმობთ რაღაცის გაუმჯობესებას და აქ არის საუბარი იმაზე, რომ აი იმ მონიტორინგის ფარგლებში ჩვენ ბაზარზე როცა 3-4 სუბიექტი იყო, 37 სუბიექტი გაჩნდა ბაზარზე. ანუ რეალურად ბაზარი იმდენად გაიხსნა, რომ გაჩნდა კონკურენტუნარიანი გახდა ბაზარი და შესაბამისად ბაზარზე სუბიექტების რაოდენობა ძალიან იმრავლა. კი ბატონო, დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. სლავა ფეტელავა, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ეკონომიკური კონკურენციის დეპარტამენტის უფროსი იყო ჩვენი სტუმარი. ეს იყო რუბრიკა კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა, რომელიც ერთი კვირით მომავალ სამშაბათამდე გემშვიდობებათ. ნახვამდის. დიდი მადლობა.